გიორგი ხატიაშვილი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი არის ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი, რომელსაც პირდაპირ ვკითხავ შეფასებებს, რას ველოდებით დღევანდელი დღისგან, დღის თბილისის დროის 3 საათზე უკვე სავარაუდოდ იქნება კენჭისყრა მეგობარი აქტის მიღების შემთხვევაში, ხო, რა კონკრეტული შედეგები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობისთვის, აი ამ აქტს, რომელიც არ აჩერებს დემოკრატიულ უკუსლას და რომელიც არის ძალიან თვალსაჩინო უკვე. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში დიდი ალბათობით მიიღებენ ამ აქტს მრავალი მიზეზის გამო, მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც რაღაცა გადის უკვე კენჭისყრაზე წარმომადგენლობით პალატის კენჭისყრაზე, დიდი ალბათობით მინიმუმ უმრავლესობა მიცის, რომ ხმები აქვთ. ხო, არავინ არ დააყენებს ისეთ კანონს კენჭისყრაზე, რომელიც ჩავარდნის ალბათობა მაღალია. და მეორე ის, რომ როგორც ვიცით, ამერიკის კონგრესში ჯერჯერობით ორპარტიული კონსენსუსი, ანუ არავინ ისეთი არ გამოჩენილა, ვინც ქართულ ოცნებას სიტყვას შეაწევს, ეს ერთი და მეორე, ასე ვთქვათ, ძირითადად არ არის წინააღმდეგობა ქართული ოცნებისადმი, ან ინდიფერენტობა შესაბამისად დიდი ალბათობით ეს წარმომადგენელთა პალატა მიიღებს ამ წინა კანონს და შემდეგ უკვე გადაეცემა სენატს უნდა დაველოდოთ და მერე პრეზიდენტის ხელმოწერას. ამ კუთხით. ეხლა რაც შეეხება თქვათ რას მოიცავს ან რა მნიშვნელობა ექნება, ხო, ამ აქტს. აქ აქტი შედგება, ისეთი პატარა აქტია, შედგება რაღაცა გზავნილებისგან, თქვათ რა მიაჩნია შეერთებულ შტატებს როგორ და მერე იწყება უკვე, ასე ვთქვათ, ძირითადი რა არის. ეს არის, თქვათ, მოთხოვნა სახელმწიფო მდივნისადმი, რომ წარადგინოს 180 დღეში ანგარიში საქართველოში რუსეთის და ჩინეთის სადაზვერვო ინფილტრაციის შესახებ, ეს ერთი. მეორე არის ანგარიში, რომელიც აქ ძალიან საინტერესოა იმ ტექსტერია, რომ USAID-ს დაევალოს საქართველოსთან ურთიერთობის 5-წლიანი გეგმის წარმოდგენა. რა თავისთავად საინტერესოა, იმიტომ რომ USAID თითქმის განადგურებულია. და მე იწყება უკვე სანქციები, ხო? კანონი, თქვათ, ნებასთავს პრეზიდენტს, ან ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ წარადგინოს სია თუ ვინ არ ღვევდა საქართველოში, თქვათ, ევროატლანტის ინტეგრაციას, ძალადობდა კორუფცია, დიდი ჩამონათვალია. და ასე ვთქვათ, თუმცა ისიც არის, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს, რომ თქვათ, მოითხოვოს გადავადება. ეს ერთი და მეორე ისიც უნდა ითქვას, რომ ხო, ბაიდენისგან მოყოლებული ვიცით ჩვენ, რომ არანაირი ახალი კანონები ამერიკის ადმინისტრაციას არ ჭირდება, რომ საქართველოში ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი დაასანქციროს ამ კუთხით. და ხო, ძალიან საინტერესო პრინციპში რაღაცნაირად ერთგვარი ჩარჩო იქმნება, ხო? აი, კარგად რომ ავუხსნათ მაყურებელს, რომელიც რაღაცნაირად პრეცედენტი იქნება, რომლის ფარგლებში იმუშავებს უკვე სანქციები და რას გულისხმობს სანქციები, ვიზე შეიძლება ის გავრცელდეს, ესაუბარია მართველ ელიტაზე, მთლიანად არ ვიცი, მათ შორის შესაძლოა თუ არა იყვნენ ეს ბიზნესები, რომლებიც აცოცხლებენ ივანიშვილის ოლიგარქიას, შეიძლება ეს იყვნენ თუ არა მართველი გუნდის წევრები, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორ ფიქრობთ აი ამ სანქციების ქვეშ და ასევე მე გკითხავთ, რა ტიპის სანქციებზე აქვს საუბარი. ხო, ნუ რა ტიპის მარტივია, ორი ტიპის არსებობს. ერთი არის სავიზო შეზღუდვა, ან ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, ვიზის სამომავლო ან მოქმედი ვიზის გაუქმება და მეორე არის ეს უკვე სახაზინო სიაში ვინ შედის, რომელსაც ებლოკება ტრანზაქციები და ებლოკება თქვათ ქონება თუ აქვთ ამერიკაში ან დოლარში ტრანზაქცია. ეს ორი ტიპის სანქციები არსებობს. ეხლა რაც შეეხება ვიზა შეიძლება გავრცელდეს, პირველ რიგში გავიმეორებ, რომ როგორც უკვე დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩოც უფლებამოსილებას აძლევს ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ თითქმის ნებისმიერი ადამიანი საქართველოში ვისაც საჭიროდ ჩათვლის დაასანქციროს. ამ კანონის დეფინიციებით საკმაოდ ფართოა, ხო, ანუ ვინც მონაწილეობდა კორუფციაში, ძალადობაში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ ნაბიჯებს გავდა, თქვათ, შვიდობისა და საქართველოს შვიდობის და უსაფრთხოების წინააღმდეგ გავდა, არის ჩამონათვალი, ვინც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების პარლამენტის მოქმედი პოლიტიკური პარტიის წევრები 2014 წლის 1 იანვრიდან, მათი ოჯახის წევრები კანონი არის ზოგადად და ბუნდოვანი, რა თქმა უნდა, დეფინიცია არის ძალიან ფართო.
აქ უკვე არის აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივა, რომ ვის და როგორ მოარგებს ამ დეფინიციას. ეხლა პარლამენტი ის გვარებს დასახელებს ვერ ჩამოწერს, ხო, ვინ არის დასასანქცირებელი. შესაბამისად, ეს უკვე არის აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივა, როგორც მთლიანად კანონი თუ მიიღეს იქნება და მიღებამდეც ხო იქნება ტრამპის ადმინისტრაციის ხელში ეთქვა არის ზეწოლის ბერკეტი, რომ ან გააკეთეთ რა ეს, ან ჩვენ ამ კანონს წინ წავწევთ. ან უკვე კანონს რომ მიიღებენ, ან ის გააკეთეთ, ან ჩვენ ამ კანონს ავამოქმედებთ, იმიტომ რომ არის იქ ხო რაღაცა თქვათ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, რომ გადაავადოს რაღაცეები. შესაბამისად ეს მიღებამდეც და მიღების შემდეგაც იქნება ბერკეტი ტრამპის ადმინისტრაციის ხელში, თუ ის გადაწყვეტს, რომ თქვათ გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და აქვე გეტყვით რაღაც ბოლოს მინდა ასევე კითხოთ, რამდენი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტისთვის, ამ აქტის ინიციატორებისთვის და ზოგადად აი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ამ აქტს, ის რაც ხდებოდა საქართველოში, ამ უწყვეტ ბრძოლას, რომელშიც იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რამდენი იყო ეს ტონის მომცემი, თუნდაც 22 მარტის მარში, როდესაც ჩვენ ვიხილეთ მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარში. და ზოგადად ვხედავდით მთელი ამ ხნის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც იდგნენ მუდმივად ქუჩაში და უწყვეტ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. რამდენი დიდი წვლილი არის მოქალაქეების აი ამ პროცესში, როგორ ფიქრობთ? ნუ რა თქმა უნდა ეს თქვათ ეს სიგნალები, რომ აი აპროტესტებენ და აი პროტესტია საქართველოში, ეს ეხმარება ხო თქვათ ბატონ ჯო ვილსონს ამ საკითხის წინ წარწერაში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჯო ვილსონმა ეს კანონი ჯერ კიდევ წინა წელს წარადგინა, შესაბამისად ანუ აქციებამდე დიდი ხნით ადრე წარადგინა, ხო, პირველი ინიცირება იყო მაისში, აი პირველად რო მიიღეს, ხო, აგენტების კანონის შემდეგ იყო ინიცირება პირველად. შესაბამისად ჯო ვილსონი უკვე დიდი ხანია და ჩამოყალიბებული ოპონენტია საქართველოს ხელისუფლების, რა თქმა უნდა მიტინგებაც ხელი შეუწყო, თუმცა მაინც მიტინგები ჯო ვილსონს არ ჭირდება, რომ ითქვათ იბრძოლოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ამ კუთხით. მადლობა ძალიან დიდი მადლობა, როგორც ვიცი.